თქვენ აურიეთ ჩემ შვილს ტვინის, ყველაფერი თქვენი ბრალია. კაცრავა, დამშვიდდი და ისე ვილაპარაკოთ. რა თქვენი საქმეა, შვილო, რისთვის ჩამოხვდით აქა, ჰა? რა გინდათ, ვინ ვის გაყვება, ვინ რას იზრდებს, ჩვენი წინაპრები სულ ეგრეთ ხოვდებოდნენ. და აი თქვენნაირი მოცლიები რო ყოფილიყვნენ, საქართველოს დღეს აღარ იქნებოდა. დაწნარდით და ისე მომისმინეთ. კი, მაგრამ მთელი სოფელი ჩარეულია თქვენი შვილის საქმეში და ამ საქმეში ჩარევის გამო 14 წლის გოგოს ათხოვებთ. და ეხლა ჩვენი ჩარევა გაგიკვირდათ? ალბათ ასე იყო საჭირო და იმიტომაც ვათხოვებთ. რა თქვენი საქმეა? თქვენ დაგეკითხოთ? არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომლის გამოც 14 წლის გოგოს გათხოვება შეიძლება იყოს საჭირო. აუ, წადით რა. 14 წელია შვილი სახლიდან არ გამქცევია. თქვენ რაც ჩამოხვიდით ტვინი აურიეთ. ქორწინება არ შეიძლება და ტვინის არევა შეიძლება, არა? მოკლედ აქ რაღაც ცხოვრებისეულ თემაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, ამიტომ პირდაპირ კანონით დაგელაპარაკებით. ოღონდ ორი სიტყვა მათქმევით. მომისმინე, შვილო. ვიღაცა ვიგინდერაზე კი არ ვათხოვებ. ძალიან კარგი ბიჭია. მოსწონს ჩვენი გოგო. ესეც კარგა უპრაწავდა თვალებსა. გავათხოვებ, ჩავაბარებ პატრონსა და იქნებიან გუგულები ვითა. თქვენ აშვილო იქა ქალაქში მეტი საქმე არა გააქვთ. ეგაა თქვენი სამსახური. ჰა? რო დადიხართ ესე სოფელსო. თქვენა დათხოვილები ხართ? არა, ხო, და მაგიტომაც აქ ცალიათ რო იაროთ სოფელი წანწალოთ რა. სპეციალურად ჩამოვედი პატრულის თანხლების გარეშე, შემეძლო ასეც მოგქცეულიყავი, მაგრამ გამწვავება არ მინდოდა. თქვენ შვილზე ძალადობთ, იმის გამო რომ ოჯახის სახელი არ შერცხვეს, ათხოვებთ არასრულწლოვან შვილს ვიღაც კაცზე. უსპოთ სწავლის, განვითარების, მომავლის პერსპექტივას. ოჯახია და ბავშვები ქალის პერსპექტივა. ჩემმა შვილმა ეგრე იყიალოს და მაგას პერსპექტივა ეძახოს, ხო წავაწყვიტე თავი. ხო და გიხსნით, რომ თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ ასე უხეშად ჩაერიოთ მის ცხოვრებაში და იძალადოთ მასზე. მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა არის მისთვის პერსპექტივა და რა არა. ამ შემთხვევაში გათხოვება ნამდვილად ვერ იქნება პერსპექტივა, თუნდაც თავისი სურვილის შემთხვევაში. ეს არის კანონი და არა ჩემი ან თქვენი ხუშტური. თუ თქვენ კიდევ ერთხელ იძულებულს გახდით მარის სახლიდან წამოვიდეს, ან ისევ მოექცევით, როგორც აქამდე ექცეოდით, ან იმის გამო დასჯით, რომ აქ ჩამოვიდა, ჩვენ იძულებულები გავხდებით საქმე აღიძრას და მეურვეობა ჩამოგერთვათ ბავშვზე. როგორ აკაც? ჩემ შვილს მე როდის გავათხოვებ ან როდის ჩემი ხელით მოკლავ? თქვენ უნდა გკითხოთ? ის რომ ეს ბავშვი თქვენი გაჩენილია, იმას არ ნიშნავს, რომ მასზე ყველანაირი უფლება გაქვთ. ახლა შემდეგი არჩევანია. ან მარი უბრუნდება სახლს და ამ თემასთან დაკავშირებით აღარავინ აღარ აწუხებს, ან რჩება თავშესაფარში და მასზე სახელმწიფო იზრუნებს. თავშესაფარში? დიახ, და რაც არ უნდა მოხდეს, ამ ბავშვის დაჩაგვრის უფლებას არავის მიეც. როგორ აკაც, ყველაფერი თქვენ უნდა კითხოთ ამის დედავატირია. უკვე ბევრჯერ აგიხსენეთ, ამ შემთხვევაში მე ვარ მარის იმ უფლებების დამცველი, რომელსაც ოჯახი ასე უხეშად არღვევს, იმის გამო, რომ მეზობლების ჭორაობის ეშინია.